მამაბასი რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში? და მეორე შეკითხვა იგივე მეორდება ეკლესიაზე. რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ოჯახის წევრებს ხო ვესაუბრებ, დილით ადგები, გამარჯობა დედიკო, თავს დაალოცინებ, როგორც პატრიარქმა გითხრა. შენს დედმამიშვილებს ესალმებით ხოლმე დილით რო გაიღვიძებთ? გამარჯობა შეეუბნებით, დილამშვიდობისა, ჩაეხუტებით. არა. ხო და ხალიდან იცოდე რომ ეგრე უნდა გააგრძელო. და საღამოთი სანამ დაიძინებ, ძილინებისას არ უსურვებთ? ხო და ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო თქვით წეღან რომ უფალი ჩვენ სახშია, უფალი ყველგან არის. და რომ გაიღვიძებ, უფალსაც უნდა უთხრა, მადლობა უფალო, რომ გამითენდა ეს დილა. მომეცი ძალა რომ ეს დღე შენთვის სათნოთ ვიცხოვრო. აი უბრალოდ შენი სიტყვებით. მე იქ დაწერილ წიგნს რო აიღებ ლოცვების წიგნს, იქაც აღმოაჩენ რომ იგივე შინაარსის ამბავია ის ლოცვა. საღამოთი მადლობას ეთქვი, მადლობა ღმერთო რომ მშვიდობით დაგვიღამდა. მოგმადლე მშვიდობიანი ღამე. და ეს აი ღმერთთან ურთიერთობა, აი ესე ბუნებრივი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ უნდა გძნობდეთ რომ ღმერთი არის ჩვენთან ოჯახში.